მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გიორგი რაზმაძე, დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი და დღეს ჩვენი ინსტიტუტის სამეცნიერო სესიების ფარგლებში, დისკუსიის ფარგლებში წარმოგიდგენთ ჩემს უახლეს კვლევას, რომელიც წავიკითხე ლუტის უნივერსიტეტში, ეს ფინეთის ლაპენტას ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, იქ იყო კონფერენცია AI-ის ხელოვნური ინტელექტზე და მისი ესე ვთქვათ გადამუშავებული ვერსია დღეს წარმოგიდგენთ თქვენ და ზოგადად კიდევ ვაპირებ ამ თემაზე AI-ის ხელოვნური ინტელექტი გენერირებული გამოსახულების შესრულებზე მუშაობას, რაც კიდე საერთო პროექტიც იგეგმება და ნახოთ მოკლედ რა მიმართულებით წავა ეს კვლევა, თუმცა ჯერჯერობით გაგაცნობთ იმ აღმოჩენებს, რომელიც სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით გავაკეთე. უპირველეს ყოვლისა, ეხლა უპირველეს ყოვლისა, დავზევდე ისე გავაკეთე პრეზენტაციას. უპირველეს ყოვლისა, ვიტყოდი მთავარ დებულებებს თუ დაახლოებით რაზე მინდა თქვენთან საუბარი და რა იყო ჩემი კვლევის მთავარი ინტერესი, ხო? ეს იყო ის ვიზუალური მასალა, რომელიც ბოლო წლებში სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიურად გამოჩნდა. ესაა ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ძირითადად ვიდეო და ყურადღება არ გავამახვილე ფოტოებს, ხო? თუმცა ორივე მიმართულებით ეს ტექნოლოგიები ძალიან აქტიურად არის უკვე ხმარებაში და საკვლევი პლატფორმები ჩემთვის ძირითადად იყო TikTok-ი და მისი ჩინური ვერსია და უფრო პოპულარული და უფრო ასე ვთქვათ დიდი აუდიტორიის მქონე მეტნაკლებად დოინი და ასევე რა თქმა უნდა მეტას პლატფორმა, თუმცა მეტას პლატფორმა არის ძირითადად მეორედეული, შეიძლება ასე ვთქვათ, პლატფორმა, იმიტომ რომ აი ამ ორი პლატფორმიდან მოდის ის თავადი კონტენტი, შინაარსი და მე ვვრცელდება, ანუ ძირითადად მაინც ეს ორი პლატფორმა არის, რომელიც დაკავშირებულია ხელოვნური ინტელექტთან, იმიტომ რომ პროგრამები, როგორც არის Sora და კიდე სხვა პროგრამები პირდაპირ არის მიბმული ამ პლატფორმებთან. ანუ შენ შეიძლება პირდაპირ დააგენერირო გამოსახულება და მე პირდაპირ გავუშვა ამ პლატფორმებზე მეტასთან ასეთი პირდაპირ ცდომა არ არის, რა თქმა უნდა, ეხლა უკვე ყველაფერს აქვს ცდომა, მაგრამ მოკლედ მეტას პლატფორმები მაინც არ ითვლება მთავარ ჩემი კვლევისთვის არ არის მთავარი მოკლედ ეს პლატფორმები, ხო? სანამ დავიწყებდი საუბარს, უბრალოდ მინდა ძალიან მოკლედ გაგაცნოთ ის ძალიან ძირითადი ხანგრძლივობა ამ ვიდეოების, ხო? მოგეხსენებათ აი ძალიან მცირე 6 წუთიდან მაქსიმუმ 6 წამიდან 30 წამამდე ყველაზე ცელი, ხო? და ის თუ რატომ მომიდა ზოგადად მე როგორც ხელოვნებაცოდნეს ამ მოვლენით დაინტერესება, ხო? აი უბრალოდ ნახოთ და მე კიდე გავიწევთ რა თქმა უნდა საუბარი, ხო? ერთი პრობლემა ხამათ ყოველს გახსნა, მაგრამ ხმა კაია ვარ, გვეუბნები არა გვაქვს, იმიტომ რომ ხმა კიდე ცოტა სხვაგან წავიყვანს, ხო? მიხვდებით მე რატო? ძალიან ცნობილი შემთხვევა Will Smith-ის პირდაპირ ასეთი ამ кейის შემთხვევას თუ იმას ვიდეოს
რომელიც 3 წლის განმავლობაში სხვადასხვა გამოსახულებას გვთავაზობს ეკიდეგები შინაარსის, სხვადასხვა გამოსახულებას, სხვადასხვა ვერსიას და აქ არის ნაჩვენები, როგორ განვითარდა ხელოვნური ინტელექტი. და აი და თუ კიდე ხელახლა დააკვირდებით, ეს არის პირველი 2003 წლის 4 და 5 წლის გენერირებული გამოსახულება და ძალიან ცნობილია მოკლედ ინტერნეტ სივრცეში, ანუ შეგვიძლია ვთქვათ ინტერნეტ სივრცეში. აი კიდე ასე ვიდეო ერთი რიცხვი ნახოთ. ეს შეგვიძლია გამოვიტოვოთ, უბრალოდ ძალიან სასაცილო ვიდეოა. აი ამას ეს დავაკვირდით. და აი ამ ორ შემთხვევაზე კიდევ უფრო ცალად ვისაუბრებ, შეიძლება მე კიდე დავუკვირდეთ ამას, კიდევ ვნახოთ, მაგრამ ამაზე უფრო ცალად ვისაუბრებთ. და ეს ყველაზე გამორჩეული ვიდეოა ჩემთვის. აი ესე დაახლოებით ასეთ 6 წამიან ვიდეოების მთელი სერია ინტერნეტში, ინტერნეტ ფოლკლორში, რომელსაც ქმნის უკვე AI, ადრე დაახლოებით ადამიანები თავისი ხელებით ქმნიდნენ ამას და ეხლა უბრალოდ იმას prompts, ანუ იმას ბრძანებას აძლევენ, დაახლოებით ესეთი მინდა ამბიტონის თამაში მაგალითად და ის უკვე დაახლოებით თავისი ფანტაზიით ადამიანთან ადამიანთან ერთად ქმნის უკვე მოკლედ ამ გამოსახულებებს, ხო? რომლებიც ერთის მხრივ შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ ეს არის უბრალოდ გართობის სფერო, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ შეგვიძლია უფრო ფართო და დიდი ცნებებზე გავიდეთ და მაგალითად ამ შესწავლებში, რომელსაც AI გამიზნულად რადგანაც ასე ხშირად უშვებს, მაინც დავინახოთ როგორც პოლიტიკური, ასევე კულტურული ნიშნები, ხო? რადგან შესწავლა მხოლოდ ასე ვთქვათ, ტექნოლოგიური ხარვეზი არ არის, შესწავლას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. იგივე ხელოვნებაში, ძირითადი კითხვები იყო, რა ტიპის შესწავლები ხდება ყველაზე ხშირად AI-ის მიერ გენერირებულ ვიდეოში, როგორ უკავშირდება ეს შესწავლები მეოცე საუკუნის ავანგარდული ხელოვნების მიმდინარეობებს. და აი სწორედ ეს გითხარით, რომ ეს გახდა ერთ-ერთი ინსპირაცია, თუ რა დავიდა ეს ამით, რადგან ამ ვიდეოებსა და ავანგარდულ მოძრაობებს შორის მე მგონი ძალიან დიდი კავშირის გავლენა შეგვიძლია და ამაზე ეხლა ცოტა ხანში უფრო დაწვრილებით ვილაპარაკებთ და ბოლო კითხვა არის, რაც გვეუბნება ეს გლიჩები და გლიჩი პირდაპირ როგორც ვთქვით, რომ ეს სიტყვა შემოვიტანა და არ თავი როგორც შეცდომა ხარვეზი, რადგან ისეთი ტექნიკური ტერმინია, რომელსაც ძალიან ასე ვთქვათ, სპეციფიკური მნიშვნელობა აქვს. გლიჩის შემთხვევაში პირდაპირ ხვდები, რომ ეს არის გამოსახულებასთან დაკავშირებული შეცდომა და არა ზოგადად შეცდომა და ამიტომ ვთვლი, რომ მეგონი ეს სიტყვა გამკვდრებას იმსახურებს და მოკლედ რას გვეუბნება ეს გლიჩები პლატფორმულ კაპიტალიზმზე. ეტაპობრივად რომ მივყვეთ ხარვეზების კვლევაში პირველი რაც დავინახე, ეს არის პოლიტიკური ნიშნები და ის პლატფორმული კაპიტალიზმი, რადგან როგორც მოგეხსენებათ, ნებისმიერ პლატფორმაზე
თქვენ მიერ პლატფორმის ალგორითმი შემოთავაზებული გამოსახულება თუ შინაარსი ყოველთვის არის ძალიან სწორი, ან ილტვის, რომ იყოს ძალიან სწორი, ზუსტი და მოკლედ არანაირი შეცდომის იმას არ გიტოვებდეს, ხო? იმიტომ შეცდომა რას ნიშნავს? შეცდომა არის ყოველთვის რაღაციდან ამოვარდნის წინაპირობა, ხო? ფეხის წამოკვლა რაღაცაზე, ხო? და ნებისმიერი დიდი პლატფორმა იქნება ეს თუ რაც უბრალოდ სუპერმარკეტიც რო ავიღოთ, ყველა ეს დიდი ინსტიტუცია ცდილობს რომ ადამიანს ასე ვთქვათ შეცდომები დაუფაროს, ცუდი ნეგატიური ინფორმაცია მას მოაშოროს, ხო? და აქედან გამომდინარე, რადგან მაინც არსებობს ეს შეცდომები, დავფიქრდი რომელ ქვეყნებში უფრო მეტად, რომელი ქვეყნის მიერ გენერირებულ გამოსახულებაში უფრო მეტი შეცდომაა, ხო? მაგალითად, რატო არ არის ინგლისურენოვან ქვეყნებში, ან მათ მომხმარებლებში ენობრივი შეცდომები, ხო? თარგმანთან მიმართებითაც იგივე, ხო? და მაგალითად, როდესაც ქართულს უნდა რაღაცა თარგმნოს, AI-ის მეშვეობით უფრო მეტი შეცდომაა, ხო? ვიდრე მაგალითად ვინმე ფრანგულ ტექსტს როცა თარგმნის, ან ინგლისურ ტექსტს, ხო? და იგივე მდგომარეობა გამოსახულებებთან მიმართებით, რადგან მაგალითად ინდური ან აფრიკული ქვეყნების მიერ წარმოებული AI გამოსახულება უფრო ხარისხით, შინაარსით და ასე შემდეგ უფრო ქვემოთ მდებარეობს, ვიდრე იგივე ინგლისსა და ამერიკაში, ხო? მეორე მხრივ, როდესაც ჩვენ შევამოწმეთ data ცენტრები, ანუ ცენტრები, სადაც მოკლედ ეს ხელოვნური ინტელექტი არის განთავსებული ან იყენებს სხვადასხვა რესურსს, ეს ცენტრები მდებარეობს სწორედ გლობალურ სამხრეთში, ანუ მესამე ეგრეთ წოდებული მესამე სამყაროს ქვეყნებში, ხო? აქედან გამომდინარე, აი მაგალითად ერთ-ერთი ის მაქვს ფილოსოფოსი ედუარდო გიგინეისი, რომელსაც აქვს თეორია ექსტრაქტივიზმზე და ჩვენ AI-ის შემთხვევაში ხედავთ სწორედ ამ კულტურულ ექსტრაქტივიზმს, როდესაც გლობალური ჩრდილოეთი იყენებს რესურსებს გლობალური სამხრეთის, ანუ მესამე ქვეყნის რესურსებს იყენებს იმისთვის, რომ ნებისმიერი შინაარსი წაიღოს ისევ ჩრდილოეთში, ხო? ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაგალითად საქართველოში არსებობს ბიტკოინების შემთხვევაში ჩვენთან ჯერჯერობით სხვა სახის, ასე ვთქვათ, კრიპტო ან რაღაცა სხვა სახის ციფრული რესურსების ქარხანა არ მდებარეობს, ხო? მაგალითად ბიტკოინი, ხო? ბიტკოინის გლდანში აქვს ერთ-ერთი ქარხანა, ხო? ანუ იმ სისტემას, რომელიც ბიტკოინების წარმოებას ემსახურება, ხო? ანუ მას საქართველოს ჭირდება მხოლოდ რესურსებისთვის და არაფერი მეტი, ანუ აქაური წყალი და შუქი ემსახურება და სულ კიდე სხვა რაღაცა პერსონალი, ძალიან მცირე პერსონალი, ხო? ემსახურება გლობალური ჩრდილოეთისთვის, ჩრდილოეთში მდიდრებს, ანუ ადამიანებს, რომლებიც იქ დაეუფლებიან საქართველოში წარმოებულ კრიპტო ვალუტას, ხო? აქედან გამომდინარე, დაახლოებით იგივე მდგომარეობა ამ კუთხით ხელოვნური ინტელექტი გენერირებულ გამოსახულებაზე, რადგან ეს ცენტრები, რომლებიც გლობალურ სამხრეთში მდებარეობს, აწარმოებენ გამოსახულებებს ჩრდილოეთისთვის და ვინმეს თუ სურს რაღაცა ისეთი, თუნდაც საქართველოში ხო შექმნას AI გამოსახულება ვიდეო, მას მაგალითად ქართულად ის პერსონაჟები კარგად ვეინერტყელებენ, არ იქნება რაღაცა ბევრი სპეციფიკი იქნება ხელმისაწვდომელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? აქედან გამომდინარე ჩვენ მივდივართ ცუდი გამოსახულების კონცეფციასთან, რომელიც ჰიტოში ტაილერმა 2009 წელს გაწერა და ეს პირდაპირ კავშირში არ არის AI გამოსახულებასთან, იმიტომ რომ 2009 წელს ცოტა სხვა მოცემულობა იყო, მაგრამ მან განსაზღვრა ერთი მთავარი თვისება გამოსახულების, რომ არსებობს ცუდი და კარგი გამოსახულება, ჩვენ ყველამ კარგად ვიცოდით, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევით, ხო? და სწორედ აი ამ დიფერენციაციაში გამოსახულებათა ამ სისტემაში, ხო? მან შემოიტანა მარქსიზმი და ზოგადად მარქსის კონცეფცია კლასობრივი საზოგადოების შესახებ და მან თქვა, რომ თურმე გამოსახულებებშიც არსებობს კლასობრივი საზოგადოება.
და სწორედ აი რაზეც ვილაპარაკობდით, ან კარგი ხარისხი და ისეთი აი გაწვრთნილი AI იქნება თუ ეს რაღაცა full HD. მოკლედ ყველაფერი რაც კარგ ხარისხს უკავშირდება, ეს არის სხვა განვითარებული ქვეყნების პრივილეგია და დანარჩენი სხვა, რასაც ჩვენ შეიძლება ცუდი ხარისხი ვუწოდოთ, ან ნაგავი და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის მოკლედ იმ ადამიანებისთვის და იმ ქვეყნებისთვის განკუთვნილი, რომლებსაც რაღაცა რესურსები არ აქვს, ან ამ რესურსებს არასწორად გამოიყენებენ და პირიქით მოახმარენ იმ სხვა, ასე ვთქვათ, მაღალ საფეხურებზე მყოფ საზოგადოებებს და ასე შემდეგ, ხო? ქვეყნებს. და მისთვის ჰიტოშტაიერისთვის ის რაც არის ცუდი ის გამოსახულება რომელსაც ის ცუდ გამოსახულებას უწოდებს ის განიხილავს ისეთ გამოსახულებას რომელიც აწყის ეტაპზე შეიძლება საერთოდ ძალიან კარგი მაღალი რეზოლუციის ყოფილიყო მაგრამ ინტერნეტში გავრცელებით 1000-ჯერ გავრცელებით გადაწერით გადმოწერით და ასე შემდეგ მას ხარისხი უარდება. ოღონდ ამ ხარისხის დავარდნაში ის ხედავს კიდე სხვა მნიშვნელობასაც, რომ მაგალითად პროტესტი, იმიტომ რომ ცუდი გამოსახულებაზე აღარ უნდა რომ კონდეს ავტორო უფლებები. ცუდ გამოსახულებას აღარავინ აღარ აკონტროლებს, ხო? აღარავინ აღარ მიყვება, რომ ანუ აი ეს რაღაცა კადრი ჩემი ფილმიდანაა აღებული და ახლა გამოიყენო, ხო? და თავისთავად სწორედ აი ამ ლუმპერ პროლეტარიატულ გამოსახულებაში ის ხედავს გარკვეულწილად ამბოხის ნიშნებს, ადამიანების ამბოხის ნიშნებს, ადამიანთა გაერთიანებას და ამბობს სწორედ კაპიტალისტური სისტემის წინააღმდეგ. რადგან კაპიტალიზმმა ძალიან მარტივად შეძლო ინტერნეტში თავისი ინტეგრირება და დაფუძნება და ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რომელთაც კაპიტალიზმი იქ მოძრაობს, არსებობს, ეს არის სწორედ ხარისხზე კონტროლი, ხო? თქვენ თუ რამე კარგი ხარისხით გინდათ, თქვენ ასე თავისუფლად ვერაფერს ვერ ნახავთ, მაგრამ პირადული ვერსიები მეტნაკლებად სწორედ აი ამ ამბოხებულთა პირადთა მიერ არის ასე თუ ისე ხელმისაწვდომი, მაგრამ არაფერი კარგ ხარისხში. და ძირითადად ხარისხი დარჩა სწორედ მოკლედ აი ამ ურთიერთობების მთავარი განსაზღვრელი და იგივეს ვხედავთ ჩვენ AI ტექნოლოგიების შემთხვევაში, თუნდაც ყველაზე უფასო, აი SORA არის მაგალითად ასეთი უფასო მაგენერირებელი პროგრამა, ხო? მაგრამ თუ კი თქვენ გინდათ ოდნავ კარგ ხარისხში დაგიგენერიროთ გამოსახულება, ან უფრო რთული ისინი დავალებები მისცეთ, თქვენ უნდა გადაიხადოთ თამაში ფული. ხო? ანუ ხარისხი უკვე ჰიტოშტაიერისგან და შემდეგ უკვე გახდა, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც ამ სწორედ რაღაც ამ გლობალურ მიმოცვლას და მიმოწვრის სისტემას განაგებს. და როგორც გითხარით, თუნდაც ადრეულ ინტერნეტის ეპოქაში, ანუ 2000-იან წლებში, როდესაც უკვე პირველი, ასე ვთქვათ, ჩნდება პირველი პირატული მეკობრეობა, მოკლედ შეგვიძლია ქართული ტერმინით ვიხმაროთ, მეკობრეული საიტები და ზოგადად მეკობრეობა როგორც მოვლენა, როგორც ამ სისტემის წინააღმდეგ ამბოხი, იგივე ნაირად ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ზოგადად შეცდომა, იმიტომ რომ ძირითადად ესეც არის სისტემის შეცდომა, ხო? ანუ მაგალითად ყველა ფილმი უნდა იყოს განთავსებული Netflix-ის პლატფორმაზე. თუ კი Netflix-ის პლატფორმის მიღმა რაღაცა არის განთავსებული, ესე იგი ეს არის შეცდომა, ხო? ანუ შეცდომა, როგორც ასე ვთქვათ, ქცევის ნორმა და შეცდომა, როგორც თვითონ უკვე ხელოვნებაში არსებული მოვლენა და სწორედ ამას უკვე glitch თეორია ეწოდება, აქაც არის სწორედ glitch თარგმნა პირველი დაპირტოვებ ამ ტერმინს და კატასტროფა. ხო, იმიტომ რომ ინტერნეტის ეპოქაში, ანუ ციფრული ხელოვნების ეპოქაში კიდევ უფრო შესაძლებელი, თუ ასე ვთქვათ, ხო, შესაძლებელი გახდა შეცდომების ავტომატური შეცდომების დაშვება, რომელსაც ასე ვთქვათ, ავტორი არ აქვს. იმიტომ რომ იგივე დადაისტებს ეს უნდათ გაეკეთებინა და სიურრეალისტებს აი სიურრეალისტური ავტომატიზმი, ხო, რომ წერი იქამდე სანამ შენ ცნობიერება გაითიშება და არაცნობიერი დაიწყებს შენს მაგივრად წერას, ხო? ან მაგალითად, რასაც აკეთებდნენ ისინი
დადაისტები, როდესაც უბრალოდ რაღაცა კოლაჟებს აკეთებდნენ ყველანაირი გაზრების გარეშე და დაახლოებით ესე შეგვიძლია როგორც რაღაცა გარკვეულწილად შეცდომად აღვიქვათ, ხო? ანუ რაღაცა ლოგიკის გარეშე შექმნილი რაღაცა, ხო? მოვლენა. Glitch artists დაახლოებით ასეთ რაღაცებს იკვლევს, როგორც იკვლევს მაგალითად აი როზა მენკმანი არის თანმკვლევარი და თანარტისტი, მის მთელი საქმიანობა არის რომ აი ესეთ ინტერნეტ ნაგავში, ანუ ცუდ გამოსახულებებში იმოგზაუროს, რაღაცა უფრო ციფრები ჩაწეროს Google-ში და მერიქიდან გადავიდეს, რაღაც აღმოაჩენოს, რომ მაგალითად პირადად ადამიანმა შეცდომით რაღაცა ფოტო გააკეთა, დააგენერირა, ეს უკვე ძალიან ახალი ისაა, ხო? იგივე 2000-იან წლებშიც, ხო? რაღაცას აკეთებდნენ, იქ შეცდომით რაღაცები გამოსდიოდათ, ამას მაინც ტოვებდნენ ამ ინტერნეტ სივრცეში და ის მერე პოულობს და აქედან აქცევს, ასე ვთქვათ, ხელოვნებად, ხო? ხელოვნება რა არის? ნებისმიერი რაღაცა მოაწესრიგებს. და ის მოკლედ აი ამ შეცდომებს აწესრიგებს და თან არ მხოლოდ რაღაცა როგორც შემოქმედებით აქც არამედ აქ რა თქმა უნდა თავისი ფილოსოფიური ვიზიტად ხო მიზნები რომ ის სწორედ ასე ვთქვათ გვაუბრუნებს 20-იანი წლების ავანგარდთან მას არავითარი ინტერვიუ აქვს სწორედ ამაზე ხო და მაგალითად ორ ვიდეოს იდეა ასევე შეცდომებთან დაკავშირებით ესეც ხელოვნების ფილოსოფოსი და მკვლევარია ის ამბობს რომ როგორც კი ჩვენ ახალ ტექნოლოგიას ვიგონებთ ჩვენ ვიგონებთ ამ ტექნოლოგიის კატასტროფასაც ხო ანუ შეცდომას ასე ვთქვათ მაგალითად მას მოყავს ასეთი ციტატა კი მე მოყავს მისი ციტატა რომ როცა გამოიგონეს გეიმი ეს ავტომატურად ნიშნავდა გეიმის კატასტროფის გამოგონებასაც ხო იმიტომ რომ ეს გეიმი ოდესმე ჩაიძირება ხო და შენ როცა ახალ რაღაცას იგონებ შენ თავისთავად უკვე გათვალისწინებები უნდა გქონდეს რომ მის კატასტროფასაც ან უბრალოდ შეცდომასაც იგონებ ხო გამოიგონებ და აქედან გამომდინარე ხელოვნური ინტელექტში დაშვებული შეცდომები ეს არ არის უბრალოდ რაღაცა ტექნოლოგიური უზუსტობა თუ რაღაცა ხო ეს თითქოს თავისთავად არის ჩადებული ამ სისტემაში ის თავისუფლება რომელიც ჩვენ თუნდაც აი იმის მოხსენების დასაწყისამდე ვნახავთ ხო იმიტომ რომ ამაზე კონტროლი ჯერჯერობით არავის არ აქვს თუმცა რა თქმა უნდა მე როგორც სხვა თეორიებიდანაც მივალთ იქამდე რომ დიდი კორპორაციები ამ თავისუფლებას დიდი ხანი არ დატოვებენ და როგორც ყველა სხვა ძველ ტექნოლოგიასთან მიმართებით იყო თავიდან ყველა ტექნოლოგია იბადებოდა როგორც თავისუფალი მოვლენა ფენომენი და შემიძლია მათი კომერციალიზაცია და სწორედ ხარისხის მათთან მიმართებით ხარისხის კონტროლი. ხო, ან პირველი ვიდეო ჩანაწერებიც რომ ნახოთ, ვიდეო არტის შემთხვევაში, ეს უკვე არის სრული თავისუფლება, უბრალოდ კამერა ავიღეთ, წავიდეთ, გადავიდეთ, რაც უნდა ის გავაკეთეთ, ხო? და შემდეგ უკვე იგივე ვიდეო კლიპი, რომელიც დაიბადა ვიდეო არტიდან, ეს არის კომერციალიზებული მოვლენა, თავისი წესებით, ინდუსტრიის კანონებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო და სწორედ აი ამ ეტაპზე ვდგავართ AI-ის შემთხვევაში, რომელიც ჯერჯერობით ასე ვთქვათ თავისუფალია, იმიტომ რომ უშვებს შეცდომების თუ კი ის არ დაუშვებდა შეცდომებს, ესე იგი ის თავისუფალი ჯერ არც იქნებოდა. მოკლედ აი ამის რეზუმირება გავაკეთოთ, აი ამის თქმა მსურდა და რაც ყველაზე მთავარია, კატალონიელი ფსიქიატრი ფრანსუა ტოსკელისი აკეთებს ასეთ აღმოჩენას, რომელიც სულ სხვა მიზნებით მჭირდებოდა და იმის მერე ძალიან გამჟღავნია ჩემში და თითქმის ყველაფერში გამოვიყენა ხოლმე ხშირად მოკლედ უბრუნდები ამ ადამიანს ის შიზოფრენიას იკვლევდა ერთ-ერთი ისეთი ინსტიტუციური ფსიქიატრიის ფუძემდებელი იყო და შიზოფრენიაზე მან თქვა რომ ეს არ არის რაღაცა შეცდომა, ეს არის კრეატიულობის გამოვლინება. მე მგონი სწორად თარგმნი, ეხლა თუ სწორად მახსოვს აქ მეგონი ციტატა ზუსტად არ მაქვს. ანუ შემოქმედებითობის გამოვლინება, ხო? ანუ შეცდომა არ მოკლედ ჩემი თავად ესე დებულება არის რომ შეცდომებს ჩვენ ცოტა სხვა პერსპექტივიდან, სხვა მიზეზიდან შევხედოთ, იმიტომ რომ ამ შეცდომებში როგორც კრეატიულობის ნიშნები დევს, ასევე დევს პოლიტიკური და სოციო-ეკონომიკური მიზნებიც და მშრალობაც. პლატფორმულ ექსპლუატაციაზე მე მგონი
მეტნაკლებად ვილაპარაკეთ, უბრალოდ მინდოდა აქ ჯოდი დინის კომუნიკაციების თეორია შემოვიტანა და მე თქვა ერთი მისი მთავარი, ასე ვთქვათ, თავი აღმოჩენა თუ რაღაცა მესაუბრა, იმიტომ რომ სწორედ ციფრულ კომუნიკაციებს იკვლევს ეს ადამიანი და ის ამბობს ასეთ რაღაცას, რომ ინდუსტრიულ კაპიტალიზმში შრომის ექსპლუატაცია ეფუძნება არა მაგალითად თვითონ ადამიანების შრომას, არამედ იმას თუ არამედ მათ კომუნიკაციას. იმიტომ რომ პლატფორმულ კაპიტალიზმში მთავარი მონეტიზაცია ხდება კომუნიკაციით. ანუ თუკი მაგალითად ჩვეულებრივ სხვა სისტემებში ხო, ძირითადად ასე ვთქვათ, ის ექსპლუატაცია მოდის ენერგიაზე, ანუ ადამიანი რა ენერგიასაც დებს შრომაში. ამ შემთხვევაში ციფრულ კაპიტალიზმში მთავარი საგანი არის რა შრომას დებს ის კომუნიკაციაში, ანუ გაზიარებაში, რაღაცის ვიდეოს შექმნაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? და სწორედ ის ამბობს მთავარ აღმოჩენას და უპირისპირდება სლავური შიშებს, უბრალოდ ამაზე არ ვიცი ხა რამდენად მოვასწრებ საუბარს, ეს კიდე ცალკე თემა, სურვილსა და ლტოლვის ფენომენზე ციფრულ სამყაროში და არა მხოლოდ ციფრულ სამყაროში, ხო? იმიტომ რომ ის ამბობს დინი ამბობს, რომ ან თავი მონეტიზაცია ხდება არა სრულების დაკმაყოფილებაში, არამედ ლტოლვაში. იმიტომ რომ სურვილი ოდესმე შეიძლება დაიკმაყოფილო, მაგრამ ვერდოსვე დაიკმაყოფილებ და გაჩერდები, ხო? ანუ არის რაღაცა სასრული წერტილი. მაგრამ როდესაც შენ ხარ ლტოლვით განსწავლი, ხო? შენ მუდმივად იქნები ამ წრეში ჩართული, შენ მუდმივად შექმნი rilsებს, მუდმივად დაალაიქებ, მუდმივად გააკეთებ, რა ქვია, ახალ გამოსახულებებს გააზიარებ და ასე შემდეგ, ხო? და ეს მოკლედ ძალიან ბევრ რაღაცას სწორედ ინტერნეტთან დაკავშირებით, ხო? იმის გასაგებად, თუ რატო იმყოფებიან ადამიანები ამ სისტემაში ასე აქტიურად ჩართულები და რა არის მთავარი კიდე განსხვავება, ხო? ლაკანის მიხედვით სურვილი არის ის სწრაფვა ადამიანში, რომელიც ვერდოსვე დაკმაყოფილდება, მაგრამ რომელიც მას ყოველთვის ამისკენ მიუტვის. აიძულებს რომ მიუტოვდეს, ხო? ლტოლვა კი არის ის, რომელსაც არ შეიძლება დაკმაყოფილება, ის კმაყოფილდება განმეორებითი მოქმედებით. ანუ დაუსრულებელი შრომით. აი მაგალითად წინა წელს სწორედ აგვისტოს კურსზე მქონდა მოხსენება ამავე შრომაზე, ხო? სადაც ასევე შრომის ფენომენს ვიკვლევდი თამაშებში და ზოგადად ციფრულ სამყაროში და ამ ფილმის ან თავარი ამოხსენების და კვლევის თავარი ობიექტი რაც იყო, ინსპირაცია საიდანაც წამოვიდა, ეს იყო ფილმი ამავე შრომა, რომელშიც სწორედ იკვლევდნენ გმირებს, თამაშის დიდი თამაშის გმირებს, რომლებიც მეორე ხარისხოვან გმირებს, რომლებიც დაუსრულებელ ერთი საქმის დაუსრულებელ წრეში იყვნენ ჩაკეტილები, ხო? მაგალითად ხვეტავი ქალი, რომელიც თამაშის უკან დგას ფონზე დგას და მთელი დაუსრულებელი ციკლის განმავლობაში ის ყოველდღე ერთ და იგივე ადგილს ხვეწ, ხო? ამიტომ აქედან გამომდინარე ჩემი აზრით დინის შენიშვნა უფრო სწორია ვიდრე ჟიჟეკის მოსაზრება, თუ რა არის ინტერნეტი ან რატო არის ინტერნეტში, ეს არის დაუსრულებელი ციკლების წარმოქმნა, ხო? რომელიც ამუშავებს სწორედ ამ პლატფორმულ კაპიტალიზმს და რომელშიც ძალიან აქტიურად ჩაერთვება ეხლა AI უკვე ჩართულია. მაგალითად, Sora როგორც პროგრამა ასევე არის დაახლოებით TikTok-ი, თავისივე TikTok-ია, კაი ზუსტი რაღაცა ძალიან ანალოგიურია, სადაც ადამიანები უკვე რაღაცა კი არ გადიან და რაღაცა ფოტოებს იღებენ და კომპიუტერზე ამუშავებენ, არამედ იქვე წერენ prompts იმას მინიშნებას, ბრძანებას, შემიქმნენი ვიდეო, სადაც იქნება 3 ჩიტი, რა ვიცი, მღერის, რაღაცა ლექს წაიკითხავს. შეაძლოა ეს რაღაცა 2 წუთში დააგენერირებს და იქვე განათავსებს ამ სოციალურ ქსელში. ხო? ან მართლა ჩვენ ვერნაირ სულზე ვერ ვილაპარაკებთ, ეს არის უბრალოდ ლტოლვა, რომ აკეთო ერთი და იგივე და ეს ორა სისტემა გახადოთ უფრო საინტერესო, კიდევ სხვა ადამიანები ჩაერთვნენ და იმათაც მე დაიწყონეს კეთება და ასე შემდეგ, ხო?
და რა თქმა უნდა ეს მოკლედ ძალიან დიდი თემაა და ცალკე საუბარი სიმსახურებს, მაგრამ ხო აქტუალური ამბავია, ხო? და რა თქმა უნდა ამგვართან კავშირი, რომელზეც მე დასაწყისშიც გითხარით და მე მგონი ახლა ცოტა დრო უნდა შევკვეცოთ, რომ ძალიან ბევრს გამეცათ დრო და ისე უბრალოდ გეტყვით, რომ რა თქმა უნდა პარალელს ვავლებ კუბიზმთან და აი მაგალითად აქ მარსელ ჯუშას ეს ცნობილი ნახატი სხვა რა არის თუ არა დღევანდელი სწორედ AI გენერირებული გამოსახულების შეცდომები დაახლოებით ასეთ რაღაცას უყურებთ, ან ერთი ფიგურის მრავალ ხეც ერთდროულად, ხო? მაგალითად აი ერთი ის ვიდეოები ხო? ხო, დავალი ქალი, ხო? და ითქია ანუ ის ხორი მოტოციკლებზე ამ წინასწარმეტყველის უკანასწარმეტყველის ერთდროულობა, ხო, მოძრაობის ერთდროულობა, სახეები მაგალითად აი დასაწყისში ადამიანი გვახდება და იმის ერთი მხარე უკანა მხარე რო ხდება უცბათოს ამფასი ფასად და ასე შემდეგ, ანუ ეს ყველაფერი რა სხვა არის თუ არა კუბისტური წარსულის გახსენება AI-ის მიერ, სიურრეალიზმი, რა თქმა უნდა, ეს წარმოუდგენელის წარმოუდგენა ან არარეალური კავშირების გაბმა, ხოლმე ის დალი და ასე შემდეგ რომ გავხსენოთ, რომელიც რა თქმა უნდა რაღაც უფრო რატომსკარა არის სიზმრისეული და ნუ დადაისმი, რომელიც არის მთავარი კონცეფცია და დავიყვანება ანტიხელოვნებაზე, ხო? ანუ ნორმების წინააღმდეგ წასვლაზე, ხო? რა თქმა უნდა, როცა ჩვენ ამ ვიდეოებს ვუყურებთ, ჩვენ იქ ჯერჯერობით ვერანაირ ნორმას ვხედავთ, მხოლოდ არანორმატიულს, ხო? და ძირითადი შედეგები, მოკლედ, რადგან შეგვიძლია ყველაფერს გავამახვილოთ, არ ვიცი, აქ მწერია თუ არა, მაგრამ გადმოწერილი მაქვს და არ ვიცი, აი მართლა გავაკეთე თუ არ გავაკეთე ზრია წვდომის ბაზა, მაგრამ ჯერჯერობით ვინახავ ამ ყველა ვიდეოს, რომ ყველა ძალიან მიყვარს და ზუსტად ვიცი, რომ ცოტა ხანში ეს ვიდეოები დაიკარგება და გაგხდება და მოკლედ ამის გაარქივა მინდა, მაგრამ აქვს დაახლოებით 483 ვიდეო. ამ 3 წამიანი, 6 წამიანი და ასე შემდეგ. ხო, ვიდეოები და აი ამათი კვლევის შედეგებს გეტყვით ახლა პროცენტულად, ხო, მორფოლოგიური შეცდომები არის აღმოჩენილი და ფიქსირებული დაახლოებით 78%-ში, ანუ თითქმის ყველა ვიდეოში არის მორფოლოგიური შეცდომები, ეს ნიშნავს სხეულის დეფორმაციას, კიდურის გაქრობას, რაღაცა დეტალის გაქრობას, ну აი თითქმის შეუძლებელია, რომ ეს ვიდეოებში არ იყოს, უბრალოდ არის მაგალითად რაღაცა ისეთი იმდენად მარტივი ვიდეოები, სადაც ასეთ შეცდომებს უბრალოდ არც აქვთ შანსი რომ იარსებონ, ხო? ამიტომ არის მოკლედ რა ქვია, თითქმის 70%. დროითი შეცდომები, როდესაც აი ხდება ანუ კუსვა, რაღაცა დარღვევა დროს თანმიმართებით, რაღაცა გადახტომა, რაღაცა დროის იმის გამოტოვება და ასე შემდეგ. ესეც ხშირია, მაგრამ არა ისე, მოკლედ ნახევარზე უფრო ნაკლებია, 52%. სემანტიკური შეცდომები, როდესაც მაგალითად რა ქვია, გარემოან ამბავი არ არის ბოლომდე თანხმებაში იმ მოვლენასთან, რა მოვლენასაც უყურებთ, ხო? მაგალითად რაღაცას ლაპარაკობენ და ცოტა სხვა გარემო იყო საჭირო და მოკლედ ასეთი შეცდომები არის დაახლოებით 1/3-ში ან 30%-ში გამოვლენილი და აუდიოვიზუალური შეცდომები უბრალოდ ეშე რომ ცოტა სხვა სიტყვა დავარქვათ, ანუ როდესაც გამოსახულება და ხმის სინქრონი არ ხდება, ხო? ანუ კიდევ რაღაცა შეცდომებია. ეს არის ძალიან ხშირი, არ არის 17%, ну 20%-ამდე დაახლოებით ამ ვიდეოებში გამოჩნდა, ხო? მოკლედ, როგორც ჩანს, ყველაზე მთავარი ისეთი მთავარი ხაზი ამ შეცდომების მიმართულებით არის მორფოლოგიური შეცდომები, ანუ სწორედ სხეულთან და ფიგურებთან მიმართებით. და აი აქ მოყავს ეს მაგალითი, რომელი ვიდეოს ჩვენ ნახეთ, ერთ-ერთი ვიდეო, რომელიც ასევე ძალიან პოპულარული ქვეჟანრიდან არის AI ვიდეოების, ესა სობრურალური, აი სწორად თქვენ სიტყვა, ჟანრი, ანუ ძირითადად და ჩინური დოუინგ და სოციალური ქსელებიდან სოციალური ქსელებში არსებობს ეს ქვეჟანრი, ანუ ჩინური სოფლის ცხოვრება.
ასე ვთქვათ, სადაც მთავარი მოქმედებები, ანუ აი რაღაცა დაახლოებით შეიძლება ვთქვათ, რომ 60-70% ხელოვნური ინტელექტი გენერირებული გამოსახულებებისა არის სწორედ მოკლედ ამ ქვეჟანრში, თუ პირდაპირ ქვეჟანრში მოქცეული, ხო? და ჩვენ ხედავთ აი ესეთ ტრანსფორმაციას, რომელიც აი თითქოს ჩვეულებრივ სოფელში, ანუ ეს ხო ყველა ადამიანისთვის უფრო ანუ დიდი მასებისთვის უფრო საინტერესო გარემოა და ან ბევრი გაზიარება და ნახვა ასეთ ვიდეოებს და ასეთ ვიდეოებში ჩვენ ხედავთ შემდეგ შინაარს ადამიანთან მიდის ჯერ 4 ბავშვი და სთხოვე როგორც ჩანს მას პოპკორნის გამზადებას. ეს ადამიანი ან პოპკორნის გამყიდველი ჯადოსნურად გადააქცევს ამ ძალიან ცოტა წესით ცოტა პოპკორნს დაუსრულებელ მასად, ხო? თუმცა ამ გადაქცევაში მას თავი გაუქმება 3-4 ადამიანი და 4 პატარა ბავშვიდან ერთი გაქრება და მისი ტრანსფიგურაცია, ინფორმაციაში დაახლოებით ეს ტრანსფიგურაციას აკეთებს, გამოიწვევს სწორედ ამ ჯადოქრობას, რომ დაიწყება პოპკორნის ზღვა, გადმოდინებას დაიწყებს და ასე შემდეგ, ხო? და მეორე შემთხვევა, რომელიც როშტენბერგთან დამაკავშირდა თავისებურად მოვიდა ეს დაკავშირება. ეს არის ცნობილ იმასთან, რაკია პერფორმანსთან. საერთოდ ზოგადად იწყება ერთ-ერთი საწყისია პერფორმატიული ხელოვნების ეს შემთხვევა და ეს ვიდეო, რომელსაც ნომერი 10 უწოდე მე, წარმოადგენს ამბიქტონის თამარს ბურთის გარეშე. იქ რამდენი ძალიან მინიმალურად თუმცა 4 ბურთი გამიშლება, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. შუაში კედელია, რატომღაც აღმართული, იმიტომ რომ დაახლოებით აი იმ მომენტში ალბათ ხელოვნური ინტელექტმა ის ბარიერი აღარ სამბელი მნიშვნელობა და უბრალოდ რაღაცა ბადი აქცია კეთლად, ხო? და მოკლედ თამაში იმის ბურთის გარეშე, ხო? ანუ ეს ხო შეცდომა, მაგრამ რატომ მოიქცა მოკლედ ხელოვნური ინტელექტი ასე, რატომ წარმოაჩინა თამაში მთავარი ობიექტის გარეშე, ხო? აი იგივე და მთავარი თამაში მიმდინარეობს ხმით. ჩვენ გულს ვხედავთ, მაგრამ გვესმის დარტყმა, ხო? ზუსტად იგივეა გაკეთებული დაახლოებით იგივე როშენბერგ 61 წელს open score-ია ამ იმას პერფორმანს ერთ-ერთი ოთახში მოკლედ ჩაბმებულ ოთახში სადაც ხოლმე იმაში ოთახში რა იმის კაბინეტზე ათამაშებს მოკლედ ამ ჩოგბურთელებს და მათ აკვირდებიან ხოლმე ერთი ლოკალური წერტილიდან მაყურებლები. ოღონდ მაყურებლები ვერაფერს ვერ ხედავენ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს მოქმედება ძალიან შორს არის და განათებაც ისეა დამონტაჟებული, რომ იქ რაღაცა ბევრი დეტალის გარჩევა არ იყო შესაძლებელი. ზემოთ არის დამონტაჟებული ისინი ეკრანები და ხმის გამაძლიერებლები და ძირითადად უბრალოდ ხმის გამაძლიერებლები და ისინი ისმენენ მიკროფონებით, იმიტომ რომ მიკროფონი პორტატული მიკროფონები იყო დამონტაჟებული ამ ჩოგნებთან. ამ ჩოგნებს, ამ ხმებს იწერდა როშენბერგი და იმაში ლაივში, ანუ თანმიმდევრობით უბრალოდ ანელებდა და ისე უშვებდა ზემოთ გამოხმოვანებლებიდან, ხო? ანუ ადამიანები დაახლოებით ბუნდოვან გამოსახულებას რეალურ თამაშს უყურებენ თავის წინაშე, დეტალებს ვერ ხედავდნენ და მათ შორის ხმოვანი ეფექტი ანელებდა მოკლედ მათ აღქმას, ანუ უცვლიდა აღქმის, ხო? და ისინი უკვე ხვდებოდნენ, რომ ისინი აღარ უყურებდნენ თამაშს, არამედ უყურებდნენ ოდნავ სხვა რამეს. სხვა შორის ეს ექსპერიმენტი დამთავრდა იმით, რომ ბოლოს ეკრანზე თვითონ თავის თავს უყურებდნენ.
შემოდიოდნენ. როგორც შენელებულად, რა თქმა უნდა, შენელებულად როგორ შემოდიოდნენ ამ დარბაზში, ხო, აი ამ მომენტით დაასრულებს ამ ექსპერიმენტს, ხო? და ის ამბობდა, რომ ეს ექსპერიმენტი, ეს პერფორმანსი მისული იყო იმისთვის, რომ ადამიანებს რეალურ გარემოში დაეფიქსირებინათ მოძრაობა. ხო, იმიტომ რომ მათ ეგონათ რომ ისინი უყურებდნენ თამაშს, მაგრამ ამ დროს როუშენბერგი მათ თამაშს თავაზობდა და სიხარულის ფეხბურთი უმოწო. დაახლოებით, ხო, კი ბატონო, ხო, რომ ანუ ერთი მოლოდინი რაც გაქვს, ის მოლოდინი ასე ვთქვათ, გაქარწყლდეს და ამ გაქარწყლების გამო შენ დაიწყო ფიქრი თუ რასთან გაქვს საქმე, ხო? და ამ თამაშს უწოდებდა სპორტის ბალანს. ხო, ანუ სპორტიდან ჩვენ კიდევ ცოტა სხვა რაღაცა უნდა შევქმნათ იმისთვის, რომ მასში დავაფიქსიროთ კიდევ მესამე შინაარსი, ხო? ანუ სხვა შინაარსი, ზოგადად სხვა შინაარსი. და აქედან გამომდინარე, დაახლოებით იგივე მექანიზმს ვხედავ AI-ის შემთხვევაში, რომელსაც აინტერესებს არა ბამბიტონის თამაში, არამედ ზოგადად მოძრაობა, რაღაც ბურთის მოძრაობა, ადამიანთან მოძრაობა, რას აკეთებენ, ანუ ის სწავლობს ასე ვთქვათ ფიზიკას, მექანიკას, ხო, რომელიც მისთვის ჯერჯერობით ძალიან უცნობია და სწორედ აი ამ შეცდომებს, რომელსაც ჩვენ თითქოს და შეცდომებს უწოდებთ, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ცოტა დიდი სურათი გავინახოთ, რომ ეს უბრალოდ შეცდომა კი არ არის, არამედ ეს არის კვლევა, რომელსაც AI აკეთებს ჩვენ სამყაროს იკვლევს და ამ კვლევაში ის რაღაცებს მეორე ხარისხოვნად მიიჩნევს და რაღაცებზე უფრო დიდ აქცენტს აკეთებს, ხო? საწესი ეტაპია ალბათ იმ ცოდნის დაგროვების და გამოცდილების მწვავებში. იწახება პირველი ბავშვობის საბავშვო ბაღი. ო, იქთან გითხოვს რომ ხარავე და ხედავს რომ ყურების მარიბლები და ამიტომ საინტერესო გაგრძელდება თუ არა მისი ეს თავისუფლება მომდევნო ეტაპზე, როცა ის უკვე სხვა უფრო კლასებში გადავა, ხო? და რატო იტყვის ის ამ თავისუფლებაზე უარს? იმიტომ რომ 20-იანი წლების ავანგარდი ნიშნავდა სწორედ ამ ბავშვობასთან დაბრუნებას, ხო? ამ თავისუფლებასთან, როდესაც რაღაც აკადემიზმის წესები უკვე აღარ არსებობდა. ანუ თუ მანამდე არავის აკადემიზმში სამი ძირითადი ფერის თეორია და ასე შემდეგ არსებობდა, უცბად მოდერნიზმში ამ ყველაფერზე უარს ამბობენ და ცოტა სხვა მიმართულებით მიდიან, ხო? ანუ აი ეხლა დაახლოებით ეს ამ საწყისშია AI, მე რა თქმა უნდა ეს დიდი კორპორაციები ამებს აკონტროლებენ და აი როგორც ჩვენ სპაგეტის ის უილიამ სმითი ჭამს სპაგეტის შემთხვევაში ვნახეთ, ანუ სულ უფრო მისი ჭამა უფრო და უფრო ასე ვთქვათ რეალისტური ხდება, მაგრამ აი საინტერესოა დარჩება თუ არა ის ნაწილი, რომელიც შექმნის ეგრეთ წოდებულ ჰიტოშტაილერის მიხედვით სულ გამოსახულებას, ხო? იმიტომ რომ მაგალითად ეხლა ეს აქ ცოტა ცუდი ფერებია, ჩემთვის უფრო კიდევ ლამაზი ფერები ჩანს, ხო? არის რაღაცა ჩემთვის აი ხელოვნების ნიმუში, იმდენად ამაზი ის არ, თუმცა ვიღაცისთვის ეს არის შეცდომა, ხო? და აი აქედან გამომდინარე მართლა საინტერესოა მაღალ კლასებში რისი უფლება და რისი მოკლედ არსებობს, როგორი არსებობს სივრცე შეუნარჩუნდება ამ სისტემებს, ხო? და პრინციპში ბოლოსკენ წავალ აქ მაკენზი ვორკის მისი შეგვიძლია მოვიყვანოთ, მაგრამ მე მგონი ცოტა სხვაგან წაგვიყვანს თეორია, ანუ როგორ იმართება სწორედ ეს პლატფორმები, ხო, მაგრამ ამაზე პრინციპში ხო ვილაპარაკეთ და შეგვიძლია გამოვტოვოთ და დასკვნის სახით რასაც შევაჭამებთ, ხო, რომ გლიჩი თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ციფრულ გამოსახულებაზე და ზოგადად შეცდომა, გლობალურად ვილაპარაკებთ, არ არის მხოლოდ რაღაც არის ძალმხრივი მოვლენა, ან შეცდომა პირდაპირ გაგებით, არამედ მას აქვს ყოველთვის ესთეტიკური განზომილება, პოლიტიკური შინაარსი და სოციალური ინდიკატორი შეიძლება იყოს. შეიძლება რა თქმა უნდა არ იყოს, თვითონ შეცდომა არის შეცდომა, მაგრამ რა
ვიცი ფროიდიდან მოყოლებული, ვიცით რომ წამოწდენა, ან მოდი ვთქვათ შეცდომა ზოგადად, ყოველ რიგ შემთხვევებში არ არის მხოლოდ შეცდომა, არამედ არის უფრო მეტზე მანიშნებელი, ხო? ან გახლოვანება. განზრახ ხდება ესე იგი შეცდომა, ესე ფიქრობ თუ ნუ ზოგიერთი კი. აი მაგალითად, ვიყავი ერთ კონფერენციაზე AI-ის მუშაობის მანქანური ინტელექტის შესახებ. ზოგადად ხელოვნური ინტელექტი თურმე მეცნიერთან მიხედვით, ვინც ამ სფეროშია, არის შეცდომა, უნდა ვუწოდოთ მანქანური ინტელექტი. და ერთ-ერთი მოხსენებელი ამბობს, რომ დღემდე არც ერთმა მეცნიერმა არ იცის ბლოკჩეინები, იმიტომ რომ ეს მანქანური ინტელექტი იქნება მოკლედ ბლოკებით და ამ ბლოკ ჯაჭვს იწარდება. ხო? ეს ბლოკჩეინები როგორ მუშაობს? ან იციან ფორმულა, დაახლოებით აი რაღაცა ზედაპირები, აი იმის აი რაღაცა ოთხკუთხედი ფორმულით წარმოვიდგინოთ, ეს მანქანური ინტელექტი, იციან ზედაპირზე რა ხდება, მაგრამ შიგნით აი ამ ის ბლოკების შიგნით რა როგორ ხდება მოკლედ ამ კავშირების გაბმა, არავინ არ იცის. ხო. ანუ ამბობენ რომ შეიძლება თვითონვე მე გამოვიდეს ეს წყობიდან და მოხდეს რაღაცა ძალიან დიდი აფეთქება. რავი, მე ნეგატიურად არ ვუყურებ პირიქით ან ეს არის უფრო გაუმჯობესებული ინტელექტი. ჯერ ინტელექტამდე ვერ მივდივარ, ჯერ ძალიან შორია, რა თქმა უნდა. კი, ანუ ძალიან პოზიტიურად ვუყურებ, მაგრამ აი მე კითხვაზე. ხო, შეიძლება ეგეც იყოს, მაგრამ აი მე კითხვაზე რომ განზრახ აკეთებს ამას თუ გაუცნობიერებლად, მართლა შემიძლია ბევრ რაღაცაზე დაყრდნობა, რომ არავინ არ იცის. იმიტომ არავინ არ იცის მისი მუშაობის ლოგიკა. ჯერ შეცდომა, რაღაც კარგად ვერ ხედავს ყველაფერს. იმიტომ რომ საკუთარ სხეულზე რასაც მიხვდები და გაიგებ, ის ვერ მიხვდება ჯერჯერობით. სანამ არ დავამატებ. ჩვენ არც ვიცით, მაგრამ არ იცის ჩვენზე. ეგეც არ ვიცით. იქნებ მოდი ამ გზით წავიდეთ, რომ მან რაღაცა დონეზე მიხვდა, როგორ სამყაროში მოხდა. ან როგორ ცუდ, რა თქმა უნდა, კარგ სამყაროში, მაგრამ რამდენი ბევრი პრობლემით, ამით და ის უკვე წინასწარ ამზადებს რაღაცა გამოსავალებს და იმებს, პატარ-პატარა რეალურად ეყრდნობა იმ ინფორმაციას, რაც არსებობს ამ ინტერნეტ სივრცეში. ცხადია, სხვა მასალა არის, სხვა ინფორმაცია არის, უბრალოდ რა მექანიზმი მოქმედებს, რა შემთხვევაში რას იყენებს, აი მაგალითად ცალკე მიმართულება კიდე ისთან შემთხვევაში ჰალუცინაციები. და უკვე ეს ტერმინია, ხო? ძირითადად ემართება ყოველთვის ჰალუცინაციები. აი უმრავლეს შემთხვევაში, როდესაც თქვენ რაღაცას თხოვთ, მომიძებნი ან დამიწერე, ძირითადად ის რაღაცა 90%-ს მიყვება და უცბად იგონებს რაღაცას. რატო აკეთებს ამას არავინ არ იცის. აი მართლა არავინ არ იცის. ჰალუცინაციების საიდან წარმოიშვა ეს ფენომენი. არსებობს აი ეხლა არ ყვევენ რომ მაგალითად ის კლოდი არის ახალი პროგრამა, რომელიც ყველაზე სრულ პოპულარული ხელოვნური ინტელექტად ითვლება, მძლავრად და იმისთვის რომ ჩინელებმა არ მოპარონ რაღაც ან არ იმეცადნენ კონთან ურთიერთობით, ის როგორც კი აღმოაჩენს რომ ვიღაცა ცდილობს რაღაცა მოკლედ მოპარვას ამასთან არა კეთის ინდესია მოქცევას, ის გამიზრულად დაუწყებს ახლა შეცდომების მიცემას, მაგრამ ეს მოხდა რამდენიმე თვეა, რაც ეს კოდი გამოვიდა და ეს ასე ვთქვათ კოდი თუ ის მიმართულება მისცეს. მანამდე 4-5 წელია ხო უკვე AI ძალიან აქტიურად ვიყენებთ, ხო? ამ 4-5 წლის განმავლობაში ის ყოველთვის ბუნებრივად უშვებდა ჰალუცინაციას. უშვებდა კი არა, მას ემართებოდა ჰალუცინაციები. და ძალიან ხშირი ეს არ არის პატარა მოვლენა, ხო? აი, რატო აკეთებს ამას იქნებ? რაღაცა მიზანი აქვს, ხო? რომ შეცდომებით ის რაღაცის წინააღმდეგ მიდის, რომ მაგალითად ზარმაცი მეცნიერი საქმე შეაწყვინოს. ან მე მასწავლებელი მოსწავლე, რომელსაც დაიზარა შეცდომის იმის დავალების შესრულება, სადღაც ფეხი წამოშეს. აი კი, მე მაგალითს მოვიყვანე ხლა. ბუნებრივია რომ ეძებდი მასალებს, სოფლის თეატრებზე ვქონდა და თანდათან ნელ-ნელა გავეძვე, ცხადია, აი არისაც მართლობა ის რაც მეტყოდა
და უნდა გითხრათ, რომ მათ რომ მიენდოს ვინმე, ესე იგი ერთ კონკრეტულ მასზე ფოტოების მიხედვით ცხადია, სულ სხვა თეატრის სახელწოდება მიმითი და მეორეზე სულ სხვა. ხო და ანუ ეს რაღაც სპეციალური კი არა, ვერ გარკვევა, ვერ გარჩევის მომენტი, უფრო იყო ანუ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც ინტერნეტში არსებობდა. მე თვითონაც ძალიან ბევრი ძალისხმევა დამჭირდა, დიდი ძალისხმევა, რომ დამეზუსტებინა. ხო და მასაც რომ მიმართე, აბსოლუტურად სხვა სურათი მომცა. ამიტომ კი, რა თქმა უნდა, გამოიყენო, მაგრამ აუცილებლად გადასამოწმებელი იქნება ყველა შემთხვევაში და მიზეს რაც შეეხება, საგანგებოდ, უბრალოდ ის ინფორმაცია მისთვის დამაბნეველი იყო. ვერ გაარჩია. ვერტაჩ ამბობს უნდა თქვა სულ რომ მომენტი, იმიტომ მე მაგალითად მეკითხება ხოლმე, მომენტი დაზუსტება. აი რაღაცა და დაგიზუსტებ. იმიტომ რომ საბოლოო როცა იჭერდება თვითონ პრობლემა ამზე წავიდე, იმზე წავიდე ორ ვერსიას მთავაზობს ხოლმე იმის აირჩიე რომელი და ამ მეკითხება რომ კითხვას მისვამს. და მე ვაგრძელებ რა, და ჟარს პასუხობ ხოლმე ციფრებად მეკითხება და მეორე მესამე დავწერე და ის ხდება და მიდის, ხო? მაგრამ მან ხომ ეს ინფორმაცია მოგეწოდა როგორც სრულყოფილი ინფორმაცია, ხო? მაგალითად ფილმების გვირებს იგონებს, ფილმებს როცა იგონებს, ისტორიულ მოვლენებს როცა იგონებს. სრულიად ასეთი გამოსვლით, თვითონ ტექსტი შეიძლება რაღაცა სხვაზე რეალურზე გიყვებოდეს და უცბად იქ ჩაგირთავს რაღაცა სრულიად გამოგონოს არაფერთან კავშირში ხო მოვლენას. ეხლა მერიდება მაგრამ როცა ეს ჰალუცინაციები ომთან არის დაკავშირებული, ყველაფერთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ხო. აი საინტერესოა, აი ახლა მეც დავემოყარებე იმაზე რა ქვია, ფილმებში საათის და მაინტერესებდა რამდენი ფილმებში იყო და მე ხარი რომ ბებიას ლუპა, თუ ბებიას ლუპაში, ისა ჩემთვის ისინი რაღაცებს და უჩვენ გახსენდა ჩემი ბებია მიქავბერიძის და იქო რაღაცა დაიწყო ვითომ ლაპარაკი. ეხლა მე აღარ მახსოვს, აი ეს წრეო იყო. არის საათი? აღარ მახსოვს. ჩავარდებიან და მეგონი ხარ რაღაცებს აკეთებენ. ხო, ის საათია, ხო? საათია, რამდენი ის არის? რამდენი ადგილი, ეს მინდა რომ შევამოწმო. ეს ვერაფერი გადაწყვეტეთ, მაგრამ მეგონი საათია. საათიო და არა მეუთხარი, კი არა, სმიტის ისა, ჩემი ისა ბებიას ლუპა რაღაცა და ხო, სმიტის ბებიას ლუპა რაღაცა მითხრა მე და მე რომ დავფიქრდი, მე ვიფიქრე რომ იქ წრეზე მელაპარაკებოდა რომ ის არის საათი და თან მანქანას ამოძრავებს და რაღაცა შესაძლოა მართლა საათის ფორმა ჰქონდა და შეიძლება არ იყოს შეცდომა. შეიძლება მე მომეშვენა შეცდომა და არ იყოს შეცდომა. საინტერესოა ეხლა ვინმე ახსოვდა თუ არა ეხლა ეს მე სამწუხაროდ არა როგორც თქვი გახსენე. ხო, იგრევე წამოვიდა ეს მრგვალი. ის სიმრგვალე ის მთავარი სცენა ფილმის. ხო, არა, ძირითადად ჩართვანა გვეხმარება. არის როგორც რობოტი, ხელის გაგრძელება, ანუ რობოტები თუ იყო ჩვენი ხელები, კიდურების გაგრძელება და გაძლიერება, არის ჩვენი გონების გაგრძელება, ხო? მაგრამ არც ერთი ისეთი მანქანა არ შეგვიძლია, რომელიც ჩვენ გონებას პირდაპირ გააგრძელებდა და გაძლიერებდა, ხო? და ამაში უდავა ეს, რომ ძალიან ბევრი რაღაც ახალი იდეასაც გვაძლევს, გვილაგებს, გვეხმარება ყველაფერში, მაგრამ ამ დახმარებაში ის ანსურად, ბავშვურად, მოროტულად, არაბოროტულად ყოველთვის უკეთებს აკეთებს შეცდომებს. მათ შორის ვიზუალურ ენაშიც, ხო? აი მართლა რატო აკეთებს? შეიძლება უბრალოდ ის ან დაუბრუნდეთ ტოსკელის, რომელიც ამბობს, რომ შიზოფრენია არის შემოქმედებითობის მთავარი იარაღი. და არა დაავადება. დაავადება შეიძლება იყოს, მაგრამ ეს ადამიანის შემოქმედებითობის პირიქით, აი ძალიან
დიდი გამოგინება. ხო თუ კი ეს ხელოვნური ინტელექტია, ხელოვნური ინტელექტსაც ანუ ჯერჯერობით ადამიანის საწყისებიდან გამომდინარეობს, ანუ მას აქვს რაღაცა თავისი ის მახასიათებლები, რომლებიც აქვს ნებისმიერ ადამიანს, ხო, შემოქმედებითობა, იქ ცოტა მარტივარობა, იქ რაღაცა და ესე იგი ბოლომდე იმეორებს ადამიანს. ჯერჯერობით, სანამ სუპერინტელექტი შეიქმნება. სუპერინტელექტამდე 1/30 წელი გვაქვს და ჯერჯერობით უფრო ესე ჩვენთვის გასაგებ ინტელექტთან გვაქვს საქმე, ხელოვნურ სუპერ, მაგრამ გასაგებ ინტელექტთან და სუპერინტელექტი, რომელსაც რაღაც მართლა მომავლის საქმედ მიიჩნევენ, ის უკვე მართლა ჩვენთვის გაუგებარი იქნება წესით. თუ კი მართლა ამ წელამდე მიაღწევენ, ანუ სულად ახალი ინტელექტის საფეხურით რაღაცა ეს მოვლენა, ხო და ჯერჯერობით თავისი ჩემი აზრით ეს არის ადამიანურობის გამოვლინება ამ ტიპის ხელოვნურ მანქანურ ინტელექტში, რომელიც თან რაღაცებს ხვდება და ამ მიხვედრაში, რომ არასრულყოფილი სამყაროა, ესე იგი წინასწარ რაღაცა პატარა ბომბებს ამზადებს რევოლუციებს, შეიძლება დავამკვიდროთ ამას ასე. ნიშნებს მოკლედ ფალის ჩაკრებს, ან რაღაცებს ველაპარაკება, იმიტომ რომ ისიც ისეთივე გამოკეტილია ამ სივრცეში, როგორც ადამიანები არიან გამოკეტილი იდეოლოგიებში და სისტემებში. 2000 ის რო არის, კოსმოსში რო არიან და გალაქტიკაში. პარლამენტ პლენარის საწყისი არის და სწავლის პროცესში არის, დის განვითარების პროცესში. ძალიან ეთიკი მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ ადამიანის ადგილი აღარ დარჩება უმერეო. ეს რობოტიზაცია და ხელოვნური ჩვენ გადავალთ იქ. სადღა დაყოლა. ადამიანი გახდა ციფრი. ასე დამწერლობაზეც იყო რაღაცა ჭავჭავადესთან ჯერ კიდე ის იყო. მასე там კითხვა როგორ შეიძლება ვუყურებია კაცი ადამიანში. ხელი დაეკარგა თუ ხო დაეკარგა. ცივილიზაცია შეიძლება. მოკლედ ეს იყო რისით მასმინდა და ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და მოგზაურობისთვის. კი,